მოგესალმებით მეგობრებო, მე მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და დღეს გავაკეთებ საჯარო გაშლას თქვენთვის, რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ან რისთვის არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. გაშლას შემოგთავაზებთ ორ ვარიანტად, მე კი გთხოვთ მოიწონოთ არხი, გამოიწეროთ, დამიტოვოთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა და ახლა დავიწყოთ, რისთვის არის, ან რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში შემოსული. გავაკეთოთ ორ ვარიანტად. პირველ რიგში ვნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. ვნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ. ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია. მანარაზე ვნახოთ მისი გრძნობები თქვენს მიმართ. თქვენი გრძნობები ამ ადამიანის მიმართ და მისი გრძნობები თქვენს მიმართ. მისი გრძნობები თქვენს მიმართ. და მთავარი კითხვა, რისთვის არის, ან რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში შემოსული. მაშასე პირველებო მოგესალმებით და ვნახოთ სიგნიფიკაცია. მეგობრებო, აქ შეიძლება დასრულებულ ურთიერთობას ვუყურებდე, სადაც თავიდან კარგი პერიოდიც გაქვთ გავლილი, თუმცა ეს შეიძლება სერიოზული ურთიერთობა არ იყოს. სერიოზულს რას ვგულისხმობ? უფრო სწორად, დაკანონებული ურთიერთობა არ იყო. შეიძლება აქ ერთ-ერთი თქვენგანი და ეჭვი მოგვს, რომ თქვენ ამ ურთიერთობიდან ვერ იღებდით რეალურად იმ სიყვარულს, რასაც იმსახურებდით, ვერ იღებდით იმ პატივისცემას, ვერ მიიღეთ რაღაც განვითარება ამ ურთიერთობის და სერიოზული სახით დაგვირგვინება. აქ ვუყურებთ დაპაუზებულ ურთიერთობას, რადგან თქვენი მხრიდან თქვენ ახლა გაქვთ საოცარი მონატრება ამ ადამიანის, გენატრებათ თქვენ ეს ადამიანი, ეჭვიანობთ, რაღაც გაურკვეველია, რაღაც თითქოს აი ამ ურთიერთობაში თქვენ ბოლომდე ვერ ჩაწვდით რა იყო, თუნდაც ამ ადამიანის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, რა სურდა რეალურად მას, ბოლომდე ვერ ჩაწვდით, რაღაც ბუნდოვანება აქვს და რისთვის შემოვიდა ნამდვილად არ იცით, ან რატომღა წავიდა, რატომ დასრულდა ასეთი დასასრულით ეს ყველაფერი. მაგ ნამდვილად გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ საოცარი მონატრება. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანიც არ გრძნობს კარგად თავს, ამ ადამიანს აქვს მიუხედავად აი ასეთი დასასრულის, ღელავს ეს ადამიანი ძალიან, შეიძლება უკიდურესად მძიმე ამ ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა, თუმცა ამ ადამიანს ყველაზე მეტად ახლა კრიზისი აქვს, მეგობრებო, ფინანსებში.
ეს ფინანსური ენერგია ამ ადამიანს ახლა აქვს დაბლოკილი. ამ ადამიანს მოაკლდა თქვენი სახით იმ სიყვარულის ენერგია, მზრუნველობა და სწორედ ეს აისახა მის ფინანსებზე თუ კარიერაში. ამ ადამიანს აქვს ძალიან კრიზისული სიტუაცია და გეტყვით მეგობრებო აქვე, რომ დიახ, იმდენად ძლიერია სიყვარულის ენერგია, რომ როდესაც მამაკაც მით უმეტეს ეს ენერგია აკლდება, ის სრულ კრიზისში ვარდება ფინანსურ სფეროში, უჭირს იმ მომენტში მას განვითარება კარიერულად და აისახება თავისთავად მის ფინანსებზე. და ახლა სწორედ ისეთ ენერგიებშია ეს ადამიანი, როცა არ იცის როგორ მოიქცეს, ძალიან დაბნეულია, ძალიან ერთგვარად ენერგია ამოწურულია ახლა ეს ადამიანი. ეს თქვენი ენერგიები, მეგობრებო, აქ გამორიცხული არ არის, რომ თქვენ გასულიყავით ამ ურთიერთობიდან, ვინაიდან თქვენ ვერ მიიღეთ რეალურად ის, რაც გსურდათ, თითქოს თქვენი აზრით ეს ურთიერთობა იყო ერთ ადგილას გაჩერებული და აღარ ვითარდებოდა, აღარ მიდიოდა წინ არაფერი, პირიქით რაღაც ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიურობად გადაიქცა და რაღაც მომენტში თითქოს თქვენთვის ეს უკვე აუტანელი იყო. არ გამოვრიცხავ ამ ადამიანსაც ქონოდა თქვენთან მიმართებაში ეჭვიანობა. რაღაც მომენტში შეიძლება ამ ადამიანს ხასიათიც კი დაუმძიმდა და აი იმ თბილ დამოკიდებულებას აღარ გამოხატავდა თქვენს მიმართ. ნახოთ თქვენი გრძნობები, ახლა თქვენ რას გრძნობთ? თქვენ ძალიან გადაღლილი ხართ, მეგობრებო. ძალა გამოცლილი ხართ აი ამ ყველაფრის გამო. სავარაუდოდ ეს თქვენი ურთიერთობა ალბათ იყო ფარული, როგორც აქ მიჩვენებს და შეიძლება აქ სამკუთხედიც კი იყო და შეიძლება თქვენ გაიგეთ, რომ ამ მამაკაც ან უბრალოდ ეჭვი გქონდათ, რომ ამ მამაკაც შეიძლება სხვა ადამიანიც ყავდა. შეიძლება ფიზიკურად არ ყოლია ვინმე, მაგრამ შეამჩნიეთ SMS-ი ან მის სოციალურ ქსელში რაღაც ისეთი ნახეთ, რაც არ გესიამოვნათ და აქედან გამოიტანეთ ის დასკვნა, რომ არის ვიღაც თქვენი მამაკაცის ინტერესის ობიექტი. ამ მამაკაცს ახლა ეს მამაკაცი იმის აფიშირებას აკეთებს, რომ ვითომ კარგად არის, ვითომ არაფერი არ უჭირს, მაგრამ რეალურად ძალიან ფიზიკურადაც არ არის ეს ადამიანი, რაღაცას მალავს, რაღაც უკაცრავად და რაღაც პრობლემები აქვს ამ ადამიანს და ეს პრობლემები საჯარო გაშლა, არ ვიცი თქვა თუ არა, მაგრამ ეს მის რეპროდუქციულ ორგანოებს და სექსუალურ პოტენციალს ეხება. აი ამ ურთიერთობის დანგრევის შემდეგ შეიძლება მას ეს პრობლემები გაუჩნდა, თუმცა მას არ სურს ამისი აფიშირება. მოდი ვნახოთ, მეგობრებო, როგორ განვითარდება მოვლენები და მე უკვე მთავარ კითხვაზე გადავიდეთ. როგორ განვითარდება თქვენ შორის მცდელობა იქნება? შეიძლება ამ ადამიანს მოუნდეს თავიდან დაწყება, კიდევ დააღდგენა, შეიძლება დააპიროს მოსვლა, მაგრამ ისე რომ თითქოს თავიდან დაიწყოთ ყველაფერი, მას სურვილი გაუჩნდეს აი ამისი, რათა დაიწყოს და განაახლოს ურთიერთობა თქვენს შორის, მაგრამ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
თუმცა აქ კაი ხანი მე ვხედავ თქვენს შორის სიშორეს და მთავარი კითხვა რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მეგობრებო აქ ამ ურთიერთობაში მე თქვენ გეტყვით რომ ძალიან დიდი როლი ამ ურთიერთობის შენარჩუნებაში ძალიან დიდი როლი გეკავათ თქვენ თითქოს თქვენს მხრებზე იდგა მთელი ეს ურთიერთობა ეს სწორედ იმიტომ მოხდა რომ აი ის მთელი სიმძიმე რაც თქვენ გქონდათ აღებული თქვენ თავზე რაღაც მომენტში მამაკაცურ ფუნქციებს ითავსებდით თქვენ მართავდით ურთიერთობას თქვენ გაიღებდით ამ ურთიერთობისთვის ძალიან ბევრ რამეს ეს ადამიანი სწორედ იმიტომ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში რომ თქვენ დაიბრუნოთ თქვენი ქალური ენერგიები და რას ნიშნავს კი არ გასცეთ პირიქით მიიღოთ უნდა მიიღოთ თქვენ უნდა მიიღოთ ძალიან ლაითად უნდა იყოთ ძალიან ლაითი უნდა იყოთ მშვენიერი უნდა იყოთ ნაზი თქვენ კი გარეგნულად შეიძლება სწორედ ასეთი ხართ მაგრამ ენერგიები მეგობრებო თქვენ უკვე იმდენად იყავით ამ მამაკაცის როლზე ორიენტირებული იქიდან გამომდინარე რომ თქვენ ბევრს გაიღებდით ამ ურთიერთობაში რომ აი ეს ქალური სინაზე თითქოს და აი ეს მიმღებლობა რომ მიიღოთ სამყაროსგან ყველაფერი მშვენიერი და კი არ გასცეთ აქეთ მიიღოთ თქვენ საჩუქრები იქნება ეს ლამაზი სიტყვები ნებისმიერი რამ ეს იმიტომ მოხდა ეს ადამიანი იმიტომ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში რომ და იმიტომ მოხდა ასეთი რამე თქვენს ცხოვრებაში რომ თქვენ გადახვიდეთ ისევ ქალურ ენერგიებზე ისევ დაუთმოთ თქვენ თავს ძალიან დიდი დრო დიახ რატომაც არა განებივროთ თქვენი თავი გამოუტყდეთ თქვენ თავს რამდენი ხანია თქვენი თავისთვის არ მიგიციათ უფლება რომ თუნდაც საშოპინგოდ წასულიყავით თუნდაც გემოგზაუროთ თუნდაც პიკნიკზე მეგობრებთან ერთად ან მეგობრების წრეში თქვენი სიამოვნებისთვის ახლა თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ მხოლოდ თქვენი თავისთვის იზრუნოთ თქვენს თავზე დატკბეთ ცხოვრებით და მოიზიდოთ თქვენ აუცილებლად აი ის თქვენთვის სასურველი იდეალური მამაკაცი რომლის ღირსიც ნამდვილად ხართ თქვენ ეს უკვე დამსახურებული გაქვთ ისეთი გზა გაქვთ გავლილი აი ამიტომ იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში დაგენახათ და დაგეფასებინათ თქვენი თავი დაგენახათ თქვენი თავი რა საოცარი ქალი ხართ რომ თქვენ ყველაფერს კარგს იმსახურებთ და ზუსტად ამიტომ როდესაც თქვენ ამას ნელ-ნელა ისწავლით სწორედ მაშინ გამოსწორდება თქვენს პირად ცხოვრებაში და შეიძლება ძალიან ბევრი რამ სასიკეთოთ მადლობა პირველებო და ახლა მე იგივენაირად გავაკეთებ გაშლას მეორე ვარიანტზე კაცრავად კარტებიც დამებნა სიჩქარიდან გამომდინარე მოგესალმებით მეორეებო ვინც აირჩია მეორე ვარიანტი პირველებო ძალიან გთხოვთ ველი თქვენს კომენტარებს ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი გამოხმაურება მოგესალმებით მეორეებო და ნახოთ რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მაგრამ მანამდე როგორც პირველებთან გავაკეთოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის
სიგნიფიკაცია. სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. თქვენი ენერგიები, რა ენერგიაში იმყოფებით ახლა? მეორეებო. ნახოთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ახლა და ამჟამად. რა ენერგიებშია? გრძნობაზე გავაკეთოთ ისევ მანარა. გრძნობები ნახოთ მანარათი, საოცრად მეტყველია მანარა ამ შემთხვევაში. რას გრძნობთ თქვენ ამ ადამიანის მიმართ? რას გრძნობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ? რა გრძნობები აქვს? როგორ განვითარდება? მე ვნახოთ თქვენ შორის მოვლენები და მთავარი კითხვა. რისთვის არის ან რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში? მაშასე სიგნიფიკაცია. შეიძლება პატარა კონფლიქტის გამო თქვენთანაც არის სიშორე, მაგრამ დასრულებული ურთიერთობა მეგობრებო არ არის. შეიძლება რაღაც პატარა სიშორე გაქვთ, შეიძლება ეს ადამიანი გარკვეული მიზეზების გამო იმყოფებოდეს სხვა ქვეყანაში და ეს სიშორეც სწორედ ამიტომ იყოს, თუმცა რაღაც პატარა კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება თქვენს გქონდეთ მეორეებო, თუმცა კიდევ გავიმეორებ, რომ აქ დასრულებულ ურთიერთობას მე ვერ ვხედავ. თუ თქვენ გონიათ, რომ ეს დასრულებულია ეს ურთიერთობა, ასე არ არის, შეიძლება გქონდეს გაგრძელება. კარგით, ვნახოთ თქვენ რა ენერგიებს. ძალიან გულნატკენი ხართ, იმედგაცრუებული ხართ. შეიძლება ისეთი SMS-ი მოგწერათ, რომელმაც ძალიან გული გატკინათ ან გაგაღიზიანათ. ან ნახეთ რაიმე შეტყობინება ისეთი, რამაც ძალიან გატკინათ გული, მიგიყვანათ სერიოზულ დეპრესიამდე. შეიძლება კონფლიქტის გამო აქ თქვენს შორის იყო კონფლიქტი და ამის გამო ცოტა ზედმეტი მოუვიდა ამ ადამიანს და გული გატკინათ. კიდევ და ვნახოთ ეს ადამიანი რა ენერგიებშია. შეიძლება ამ ადამიანმა თქვა, რომ აი всё, მე გავდივარ ურთიერთობიდან და შეიძლება ასე თქვა, მაგრამ რეალურად ყოყმანობს. შეიძლება თქვა ამ ადამიანმა, რომ всё, მორჩა, დასრულდა რაღაც. აქ უოჭველი რაღაცა კონფლიქტი იყო თქვენს შორის. და სიმართლე გითხრათ, შეიძლება ასე თქვა და ტრანსლირებდა ეს ადამიანი, რომ მეც წავედი ამ ურთიერთობიდან, მაგრამ რეალურად ძალიან ეცნელება ამის დათმობა და სიმართლე გითხრათ, არც შეუძლია ახლა და ამ ეტაპზე. რეალურად აქ დასრულებულს არის გულისკენა, თქვენც ძალიან იმედგაცრუებული ხართ. შეიძლება ძალიან უხეშად მოგექცათ ეს ადამიანი, მაგრამ მე მთლად დასრულებას პაუზაზე შეიძლება იყოთ, მაგრამ მე აქ მთლად დასრულებულს ნამდვილად ვერ ვხედავ ურთიერთობას, არის დაძაბული სიტუაცია. მოდი ვნახოთ თქვენი გრძნობები მის მიმართ. თქვენს რაღაც ისე ხართ, რომ თქვენ გგონიათ, რომ ეს ადამიანი მანიპულირებდა და თითქოს თამაშობდა თქვენი გრძნობებით. თითქოს
ამ ადამიანისგან არასერიოზული იყო მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. თქვენ ფიქრობთ ამას, ეს ადამიანი არ ამბობს. თქვენ გგონიათ, რომ თითქოს ეს ურთიერთობა ამ ადამიანისთვის იყო არასერიოზული და თქვენს გადაწყვიტეთ კარგად იყავით, დაემშვიდობოთ და წახვიდეთ ამ ურთიერთობიდან. ნახოთ და თქვენც უკვე ძალიან ისეთი გულის ტკენა გაქვთ, რომ თქვენც უკვე ფიქრობთ, რომ მგონი ჯობიაო, წავიდე ამ ურთიერთობიდანო. კარგით, აბა მეგობრებო. ამ ადამიანის გრძნობები კი ქონდა, მაგრამ არ სურდა აფიშირება თქვენი ურთიერთობის. მას სურდა, რომ გაგეგრძელებინათ ეს ურთიერთობა დაფარულად. ამ ადამიანს ცოტა შიშიც ქონდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ეს სიტუაცია თქვენს შორის. შეიძლება თქვენ არ გსურდათ ამ თქვენი ურთიერთობის გამჟღავნება, გასაჯაროება და ეს ადამიანი ამაზე განაწყენდა. ყველამ თქვენი მოირგეთ, მეგობრებო, ინფორმაცია, იმიტომ რომ ბევრი უყურებთ და აქედან გამომდინარე ეს არ არის პირადი გაშლა, რომ ყველასთვის ერთ-ერთში რეზონირდეს. ნახოთ როგორ განვითარდება თქვენ შორის. ამ ადამიანს ენატრებით უკვე, თქვენც არ ხართ გულგრილი, მიუხედავად თქვენი გადაწყვეტილების, ორივეს გსურთ ურთიერთობა ახლა შეიძლება არ გსურთ, მაგრამ რაღაც გენატრებად ის წარსული მოვლენებით ერთად გატარებული დრო და აქედან გამომდინარე ხედავ მე ამას და რისთვის იყო ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, ან რისთვის არის ეს სრულიად კარმული ურთიერთობა, მეგობრებო, რასაც ვუყურებ, ბედით იყო ეს ადამიანი, იმისთვის იყო, რომ უნდა შეეცვალა თქვენი ბედი. რაღაც ამ ადამიანთან ყოფნის შემდეგ შეიძლება თქვენ დაინტერესდით ისეთი ცოდნით, საკრალური ცოდნით, რომელიც შეუცნობელია. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ტაროს შესწავლაც კი მოგინდათ, ან ასტროლოგია, ან რეიკი, არ ვიცი, შეიძლება საერთოდაც სულ სხვა თემა, რის შესწავლაც თქვენ მოგინდათ. თქვენთვის ეს ადამიანი იმიტომ იყო შემოსული თქვენს ცხოვრებაში, რომ რაღაც ჩარჩოებიდან უნდა გამოსულიყავით. აი ხალხის მასიდან უნდა გამორჩეულიყავით რაღაცით. და ჩვენს ურთიერთობაში არავინ არ შემოდის, მეგობრებო, აი ისე უბრალოდ. ყველას აქვს აი ის მიზანს ემსა, ყველას შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში იმ რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რომ შეიცვალოს ჩვენი ქვეცნობიერი და რაღაც კარგისკენ და წინსვლისკენ წავიდეთ და თქვენ აქ უნდა მიგეღოთ გადაწყვეტილება, რაღაც ჩარჩოებიდან გამოსულიყავით, რაღაც შეუცნობელი ან რაღაც საკრალური გესწავლათ, რასაც ყოველი მეორე ვერ სწავლობს, ან შეცვლილიყავით, ზოგადად შეიძლება ისედაც გამორჩეული ადამიანი იყავით ბავშვობიდან თქვენ, მაგრამ თქვენ ამას ვერ გრძნობდით, სანამ ამ ადამიანს არ შეხვდით. ამ ადამიანმა სწორედად თავისი გამოჩენით თქვენს ცხოვრებაში დაგანახათ ის, რომ თქვენ განსხვავებული ხართ და მოგინდათ სწორედ მას შემდეგ მოგინდათ, რომ თქვენი გზა გამორჩეული ყოფილიყო. აი სწორედ ამიტომ
იყო ან არის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რათა გეპოვათ რეალურად თქვენი თავი. ან გეპოვათ პირადი დანიშნულება, შეიძლება საერთოდაც პროფესია შეიცვალოთ, ან შეიცვალეთ და იპოვეთ თქვენი საყვარელი პროფესია. არ ვიცი მე ხა ყველა სიტუაცია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მეორეებო, თქვენს ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ და ეგ გეპოვოთ თქვენი პირადი დანიშნულება ამ სამყაროში და განვითარების გზებით გევლოთ. მადლობა და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე, მაგრამ მე გელით კომენტარებში თქვენ.